დღეს ყაველაშვილი უნდა აირჩიო. რამე გააქვთ სათქმელი იმ ადამიანისთვის, ვისაც მეექვსე პრეზიდენტობა უნდა, თუმცა ქვეყანაში მის ლეგიტიმაციას არავინ არ აღიარებს. ყაველაშვილთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. ვურჩევდი რომ სადმე ჩააბაროს და ისწავლოს რომ სხვა დროს სათრევი არ გახდეს. მე მინდა ეხა გამოვეხმაურა მამაშალვასთან მიმდინარე ამბებს. პირველ რიგში ბატონ მამაშალვას მინდა ვკითხო, აი მამა გაბრიელმა ანდერძით რო დაიბარა რომ ჭილობში გახვეულია სანაგვეზე დამკრძალეთო კუბოს გარეშეო და ასეთ რომ მოიქცნენ მერე აი ამ წმინდანის ანდერძი რო დაარღვიეთ ამოთხარეთ ლუსკუმაში დაასვენეთ ლენინივით და თითებს აჭრით და აგეთიქით დაგაქვთ ვანდალებივით აი იმ ლენინივით რო დაასვენეთ ლუსკუმაში რომლის პორტრეტიც აქ დაწვა და რომლის გამოც საგიჟეთში წაიყვანეს მაინტერესებს მამა ფარდაკეკელია ამასთან დაკავშირებით რა აზრის არის, იმიტომ რომ აი ბატონო შალვა ხალხი შიმშილით კვდება და თქვენ ფარდებს იკერავთ უკან და იმის შესაძფერი სამოს იცმოთ, რომ ხალხზე რაღაც თავეჭილება მოახდინოთ. თქვენ არ ხართ მოძღვარი, თქვენ ხართ ვაჭარი, ის ვაჭარი ხართ, რომელმაც ქრისტე გამოაგდო ეკლესია, ქრისტემ რო გამოყარა ეკლესიიდან ამ ვაჭრებმა რო გადაიცვით ანაფორები და შელაგდით ეკლესიებში. ბოდიში ერთსაც ვიტყვი. მამა გიორგი რაზმაძეს მინდა ვკითხო, ბატონო მამაო, გახსოვთ ალბათ 5 წლიდან და ეს ამ ხელა ვიყავით თქვენთან წადარში დავდიოდი. არაფერი არ არსებობდა, დიდი დიღმიდან ფეხით დავდიოდი ხოლმე ავჭალაში. 2012-ში თქვენ ძლივს მოყვანილ მამაჩემთან ერთად ტაძარში ვიდექი და თქვით რომ ამბიონიდან რომ ნიშა სააკაშვილსო, ვინც მოხაზავსო იმასო მე ზიარება საუკრძალავო და მამაჩემს იმის მერე ფეხი არ შემოუდგამს ეკლესიაში. ბედნიერი ხართ ახლა მაინტერესებს. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ